ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 4. რომელია აისრის გამოსახულება შემკრებ ლინზაშიო? გვეკითხებიან და მოდით ახლა ასე მოვიქცეთ ჩვენ. ავიღოთ აი პირობითად აი ეს წერტილი ავიღოთ და აი ეს წერტილი იყოს რაღაც ან წერტილი დავარქვათ და გამომდინარე იქიდან რომ ლინზა არის შემკრები, შემკრები განშლადი რო ყოფილიყო მაშინ ასე უნდა მივხვდითოთ ხოლმე განშლადი შემთხვევაში, პირობითად მოცემული გვაქვს რომ შემკრები არის ლინზაო. აი ამ წერტილიდან გამოსხივდება რა ყველა მიმართულებით სხივები. გამომდინარე იქიდან რომ შემკრები არის ლინზა, ის სხივი რომელიც არის მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელური, აი ღერძის პარალელური, გარდატყდება ისე რომ გაივლის მთავარ ფოკუსში. აი აქ გაივლის, შესაბამისად აი ესეთი სიტუაცია ვიქნება, აი აქ მოვა, ხო? ხოლო ის სხივი რომელიც გაივლის მთავარ ოპტიკურ ცენტრში, ლინზას გაივლის გარდაუტეხად, ანუ მიმართულებას არ შეიცვლის. ასე იგი, აი ეს ჩვენი A წერტილი აისახება აი ამ წერტილში. აი აქ, ხო? ამით ახლა ჩვენ ფაქტიურად A პასუხი გამოვიცხეთ ამით, B პასუხიც გამოვიცხეთ და E პასუხიც გამოვიცხეთ. ახლა გასარკვევი გვაქვს G არის სწორი პასუხი თუ D. ამის გასარკვევად მოდით ახლა ასე მოვიქცეთ ჩვენ. ავიღოთ პირობითად აი ეს წერტილი რო ავიღოთ, აი ეს წერტილი და აი ეს იყოს რაღაც B წერტილი და ამ B წერტილზე განვიხილოთ იგივე. ამ B წერტილიდან წამოსული სხივიც, მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელური სხივი, აქაც გარდატყდება ისე რომ გაივლის მთავარ ფოკუსში, ხოლო მთავარ ოპტიკურ ღერძზე გამავალი სხივი გაივლის გარდაუტეხად. აი ასე. ესე იგი, აი დავაკვირდეთ აი ამ გადაკვეთას, აი ამ წერტილს, აი ეს ყოფილა B შტრიხი. შესაბამისად, ნებისმიერად თუ ავიღებთ ახლა ჩვენ აი ამ წერტილებს თუ განვიხილავთ, ხო? ეს წერტილები სად აისახებიან? აისახებიან აი ამ წერტილებში, აი ასე. შესაბამისად, აი ამ წერტილებს თუ განვიხილავთ, ეს წერტილები კიდევ აისახებიან აი ამ წერტილებში. ანუ გამოგვდის რომ მთლიანი A გამოსახულების A საგნის გამოსახულება ყოფილა აი აქ. G ვარიანტში რაც გვაქვს მოცემული ზუსტად ის. შესაბამისად, პასუხი იქნება G.